ახლახან მივედი სამსახურში, როგორც საავადმყოფოს წამყვანი სონოგრაფისტი და დღის პაციენტების განრიგს ვათვალიერებ, როდესაც ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ სასწრაფოდ საოპერაციოში წავსულიყავი. ქირურგი ულტრაბგერით ხელმძღვანელობას ითხოვდა. ეს იყო მთელი ინფორმაცია, რაც მომცეს. წარმოდგენაც არ მქონდა, რაში ვეხმარებოდი. ულტრაბგერითი აპარატის საოპერაციოში შევიტანე. პაციენტი უკვე ნარკოზის ქვეშ იყო საოპერაციო მაგიდაზე. აპარატი დენში შევაერთე და ექიმისგან მითითებებს ველოდებოდი. მან დამიყვირა, რომ ულტრაბგერითი გადამწოდი პაციენტის მენჯზე დამედო, რათა მას საშვილოსნო არ გაეხვრიდა. პროცედურის გამო ჯერ კიდევ დაბნეულმა შევასრულე მისი თხოვნა და მივხვდი, რომ ქალი ორსულად იყო. ის მეორე ტრიმესტრში იყო, ამიტომ ადვილად დავადგინე ბავშვის სქესი, პატარა გოგონა. გაოგნებული ვუყურებდი, როგორ შეჰყავდა ექიმს კათეტერი სანაყოფე პარკში. ნაყოფი კათეტერს განერიდა და დედის საშვილოსნოს ზედა ნაწილში დამალვა შეეცადა, რომ თავი დაეღწია. ზარდაცემული ვუყურებდი, როგორ შეიყვანა მან მაშები და მის პატარა ფეხს ჩაეჭიდა. ის ტკივილისგან იკლაკნებოდა, ცდილობდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდა. შემდეგ ექიმმა ძლიერად დაკაჩა, სანამ მისი ფეხი სხეულს არ მოსცილდა. ის უკან გადახტა, ტკივილისგან სასტიკად დაიკლაკნა და მჭიდროდ მოიკუმდა. მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა. მომჩერი მის მკლავს ჩაეჭიდა და ის გათავისუფლებას ცდილობდა. მისი მოძრაობები შესუსტდა, რადგან კვდებოდა. მან მისი მკლავის სხეულიდან მოგლიჯა. ხედველობა დამიბინდდა. თვალები ცრემლით ამებსო. ბავშვი ისევ მჭიდროდ მოიკუნდა, მაგრამ ისევ ხელსაწყომის მეორე ფეხს ჩაეჭიდა და ის სხეულიდან მოგლიჯა. ამ დროისთვის მისი გულისცემა საგრძნობლად შენელდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მომჭერი მის ბოლო კიდურს ჩაეჭიდა და ისიც მოგლიჯა. ის შეიშმუშნა, დაიკლაკნა და ბოლოს მისი გული გაჩერდა. მე გამოვაცხადე, რომ გულის აქტივობა აღარ ფიქსირდებოდა. ოთახში მყოფმა მედდამ და ტექნიკურმა პერსონალმა ამოიოხრეს. პირველად გააცნობიერეს, რომ ეს ჯერ კიდევ ცოცხალ ნაყოფს ემართებოდა. სხეულის დარჩენილი ნაწილები, თავი და ტორსი ამოიღეს. პლაცენტა მოაცილეს და ულტრაბგერით ბოლო დათვალიერება მაჩვენა, რომ ჩასახვის ყველა პროდუქტი ამოღებული იყო. მითხრეს, რომ შემეძლო ოთახიდან გასვლა. იმ მომენტამდე გაქვავებული ვიყავი. ჩუმად გამოვიტანე ულტრაბგერითი აპარატის საოპერაციოდან. პირდაპირ გასახდელში შევედი და გული ამერია. ამ ამბიდან მალევე წამოვედი იმ საავადმყოფოდან. ჩემს უფროს ვუთხარი, რომ მსგავს პროცედურაში მონაწილეობას აღარასდროს მივიღებდი. კოშმარები მქონდა და ვერ ვახერხებდი იმის დავიწყებას, რისი მოწმეც გავხდი. მე აღარასდროს მივიღებდი მონაწილეობას ბავშვის მკვლელობაში. ეს 20 წლის წინ მოხდა. მაგრამ დღესაც ისევე მკაფიოდ მახსოვს, როგორც იმ დღეს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს პროცედურა დღესაც ტარდება. ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რომ ჩვენ ბავშვებს ასე ვკლავთ. მათ გონიათ, რომ ეს პიროვნება არ არის, რომ ეს უბრალოდ ქსოვილების მასაა. ძალიან მწუხვარი იმის გამო, რაც ამ პატარა გოგონას დაემართა. იმის გამო, რაც მე მას დაუშავე. მაბადია საყვარელო. ძალიან მწუხვარ.